იმის შემდეგ რაც მივიღეთ გარკვეული ინფორმაცია ბრიტების შესახებ და ამავე დროს გავაკეთეთ ერთგვარი ექსკურსი, ისტორიული ექსკურსი კუნძულის ისტორიაში, საუბრეთ იმის შესახებ თუ რა სიტუაცია იყო კუნძულზე კელტების მოსვლამდე, კერძოდ ბრიტების მოსვლამდე. ახლა შევაჩეროთ რა ხდება ამ წერილის, ზემოხსენები წერილის შემდეგ პერსონაჟებზე. ეს პერსონაჟები კი არიან ბარბაროსები, როგორც უკვე ვიცით, ბარბაროსებად ბრიტები მოიხსენიებენ პიქტებსა და სკოტებს. პიქტები სავარაუდოდ წინარე კელტური მოსახლეობის ნაშთია, რომელიც დამპყრობელმა კელტებმა კუნძულის ჩრდილოეთის დღევანდელი შოტლანდიის მთებში განდევნეს. რაც ნიშნავს იმას, რომ აშკარაა, რომ კელტების მოსვლამდე, ბრიტების მოსვლამდე, პიქტები აქ უკვე სახლობდნენ და საკმაოდ დიდი ვრცელი ტერიტორიები ეკავათ ამ კუნძულზე. რაც შეეხება მათ ასე ვთქვათ, მათ წარმოშობას, ნაწილი მეცნიერებისა ფიქრობს, რომ ისინი არაკელტური ხალხია, თუმცა ნაწილი მეცნიერებისა ვარაუდობს, რომ ისინი კელტური წარმოშობისა უნდა იყვნენ, თუმცა ბრიტებამდე ადრე მოსულნი. რა აძლევს საფუძველს მეცნიერების იმ ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ პიქტები კელტური წარმოშობის ხალხია. ძირითადად ისინი ამ შემთხვევაში ეყრდნობიან ენობრივ მონაცემებს. ფრაგმენტული ჩანაწერები არის შემორჩენილი პიქტურ ენაზე და ეს ჩანაწერები აშკარად მეტყველებენ იმაზე, რომ პიქტების ენა საკმაოდ ახლოს დგას დანარჩენ კელტურ ენებთან. საქმე ის არის, რომ ეს შეიძლება ეს სიახლოვე მიუთითებდეს იმაზე, რომ პიქტური ენა კელტური წარმოშობისა იყო. მაგრამ შეიძლება ამაზე სულაც არ მეტყველებდეს. კერძოდ, რა მაქვს მხედველობაში. ისტორია მისის ისეთი ფაქტები, როდესაც ენები გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებენ, თუმცა ისინი არ არიან საერთო წარმოშობის და ეს მსგავსება გამოწვეული არის ხოლმე ამ ენის მატარებელი ხალხების ხანგრძლივი თანაცხოვრებით. როდესაც ერთ სივრცეში მოსახლეობენ სხვადასხვა წარმოშობის ხალხები, ხშირად ხდება მათი ენების, მათი გარკვეული ენობრივი სტრუქტურების დამსგავსება. სპეციალური დარგიც კი არსებობს ენათა მეცნიერებაში, არეალური ლინგვისტიკა, რომელიც სწორედ აი ამ ტიპის ენებს, არასაერთო წარმოშობის ენებს იკვლევს და იკვლევს იმ მსგავსების იმ ფაქტებს, რომლებიც ამ ენებს შორის დასტურდება და შემდეგ ახდენს ამ ენობრივი ფაქტების ანალიზს. აი ამდენად დაყრდნობა მხოლოდ ენობრივ მონაცემებზე იმისათვის, რომ პიქტები მივაკუთვნოთ კელტურ ხალხებს, მეცნიერთა მეორე ნაწილის მოსაზრებით, თლად გამართლებული არ უნდა იყოს. ფაქტია ის, რომ ბრიტების მოსვლის შემდეგ პიქტები იძულებული გახდნენ ჩრდილოეთში გადასახლებული და იქ მათი ასე საცხოვრებელი ადგილი შემოისაზღვრა იმ ჩრდილოეთის მთებით, ბრიტანეთის ჩრდილოეთით. თუმცა სანამ ამაზე გადავიდოდი და სკოტებზე დავიწყებდი საუბარს, მე თქვენს ყურადღებას მივაპყრობ თქვენს ნახატს, რომელიც თქვენს წინ არის. აქ გამოხატული არის, როგორც ხედავთ, ამ ნახატზე თვითონ კიდევ უამრავი ნახატია შესრულებული. საქმე ის არის, რომ რომაელების ცნობით პიქტები იყო ის ხალხი, რომელიც ძალიან იყო გატაცებული საკუთარ სხეულზე უამრავი ნახატების შესრულებით. ტატუირებით. აი აქ სწორედ ეს არის ასახული, ამ სურათზე სწორედ ამგვარი პიქტი ასახული, თუმცა მეორე სლაიდზე თქვენ ნახავთ ასევე
მიქალ მანგილოსანს, რომელსაც ასევე ხედავთ სხეულის სხვადასხვა ნახატებით აქვს სხეული აქვს სხვადასხვა ნახატებით მოხატული. პიქტების დღეს პიქტები არ არსებობენ. პიქტები გაქრნენ მას შემდეგ, რაც ამ კუნძულზე მოვიდნენ შოტლანდიელები, ანუ სკოტები, უბრალოდ შოტლანდიელების წინაპრების სკოტები მოვიდნენ ირლანდიიდან და ისინი გარკვეული საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისინი თანაარსებობდნენ, მაგრამ შემდეგ სადღაც მე-19 საუკუნიდან უკვე პიქტების შესახებ აღარანაირი ცნობები აღარ არსებობს. ისინი მოხდა მათი სრული ასიმილაცია სკოტებთან და ისინი ერთ ხალხად ჩამოყალიბდა, შოტლანდიელებად ჩამოყალიბდნენ. ასევე მათ ქვეყანასაც, მათ სამოსახლოსაც სახელი შეეცვალა. პიქტები თავის ქვეყანას კალედონიას უწოდებდნენ, ხოლო შემდეგ რაც მოხდა მათი ასიმილაცია სკოტებთან, ამ ქვეყანას უკვე შოტლანდიად ერთიან შოტლანდიურ სახელმწიფოდ მოიხსენიებენ. აი ეს რაც შეეხება ამ წერილის პერსონაჟებს, ანუ ჩვენ ვისაუბრეთ პიქტებზე, ვისაუბრეთ სკოტებზე და ბრიტებზე. და დაგვრჩა ამ წერილის უკვე არა პერსონაჟი, არამედ წერილის ადრესატი. ეს ადრესატი კი გახლდათ, როგორც წელან გითხარით და როგორც თქვენ წერილშიც ნახეთ, სამგზის კონსული აეტიუსი. რომის სამგზის კონსული. ესე იგი, მრაშუაში აეტიუსი ამ პრობლემატურ სიტუაციასთან, რომელიც ბრიტებს აქვთ სკოტებთან და პიქტებთან და რატომ მიმართავენ მას დახმარების თხოვნით ბრიტები. საქმე ის არის, რომ აი სწორედ იმ პერიოდისათვის, მეხუთე საუკუნის შუა წლებისათვის, ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის შუა წლებისათვის, ბრიტები თავს მიიჩნევდნენ რომის იმპერიის მოქალაქეებად, უпроსტოდ მის ქვეშევრდომებად, რადგანაც ამ პერიოდისათვის დიდი ბრიტანეთი წარმოადგენდა რომის იმპერიის პროვინციას, განაპირა პროვინციას. რომაელები პირველად ამ კუნძულზე მოვიდნენ ჩვენ წელთაღრიცხვამდე და ეს მოსვლა, პირველი მოსვლა რომაელებისა ბრიტანეთში უკავშირდება იულიუს ცეზარს. იულიუს ცეზარი მოვიდა პირველად ამ კუნძულზე უკაცრავად ძველი წელთაღრიცხვის ეს იყო პირველი საუკუნის სადღაც 55 წელი, ძველი წელთაღრიცხვის 55 წელი. მაგრამ ეს მისი მოსვლა, პირველი მოსვლა არ დამთავრებულა რომაელების გამარჯვებით, როგორც ჩანს რომაელები არ იყვნენ მაშინ სამისოდ ალბათ მზად, ან სავარაუდოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ, ანუ ბრიტებმა გაუწია სერიოზული წინააღმდეგობა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ იულიუს ცეზარი უკან გაბრუნდა, ხოლო ერთი წლის მოგვიანებით კი, ანუ 54 წელს, ძველი წელთაღრიცხვის 54 წელს, რომაელებმა უკვე ზლიეს ბრიტების წინააღმდეგობა და ხარკით შეაწერეს. თუმცა ამ გამარჯვების შემდეგ ისინი კუნძულზე არ დარჩენილან და უკან გაბრუნდნენ. და ასე ვთქვათ, ერთი საუკუნის განმავლობაში კელტური ალბიონი თავისთვის დამოუკიდებელ არსებობას განაგრძობდა. მაგრამ ეს პერიოდი აღსანიშნავი არის, კიდევ უფრო მეტად აღსანიშნავი არის სხვა გარემოებით, სხვა ენობრივი გარემოებით და რაც გულისხმობს ამ შემთხვევაში იმას, რომ სწორედ აი ამ პერიოდს უკავშირდება ამ კუნძულის ახალი სახელით მოხსენიება. გაჩნდა ახალი ტოპონიმი. ტოპონიმი არის სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ამა თუ იმ გეოგრაფიულ, უბრალოდ ასახელებს ამა თუ იმ გეოგრაფიულ პუნქტს. ბრიტანელებმა
უკაცრავად რომაელებმა პირველად შეარქვეს ამ კუნძულს და პირველად მოიხსენიეს ის როგორც ბრიტანეთი. მათ ამ კუნძულს უწოდეს ბრიტანია. და რატომ ბრიტანია? ამ პერიოდისათვის, როგორც მე თქვენ გითხარით, ამ კუნძულზე სახლობდნენ კელტური ტომები. ბრიტების გარდა აქ უამრავი კელტური სხვა ტომიც იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაზე მრავალრიცხოვანი ტომი დანარჩენ კელტურ ტომებს შორის იყვნენ ბრიტები და ამიტომ რომაელებმა ერთი ტომის დასახელება გამოიყენეს ყველა სხვა დანარჩენი კელტური ტომის აღსანიშნავად. ანუ მოხდა ამ სიტყვის ერთგვარი განზოგადება და ის ერთგვარი ერთი დასახელება, ერთი ტომის დასახელება საერთო დასახელებად გადაიქცა კუნძულის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მაცხოვრებელი კელტებისათვის. რასაც და ამის შემდეგ იხსენიება ეს ხალხები, ყველა კელტური ტომი, კუნძულზე მაცხოვრებელი ყველა კელტური ტომი სწორედ ამის შემდეგ იხსენიებიან ბრიტებად, ხოლო ქვეყანა, უпроსორი კუნძული კი ბრიტების სამოსახლოდ, ანუ ბრიტანია. მაგრამ საქმე ის არის, რომ როგორც წესი დამპყრობელი არავის უყვარს, არც ბრიტები იყვნენ ამ თვალსაზრისით გამონაკლისნი და მათ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს რომაელებს. ეს წინააღმდეგობა საკმაოდ ხანს გრძელდებოდა, დიდ ხანს გრძელდებოდა ეს წინააღმდეგობა და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ნებისმიერ მოვლენას დაუკავშირდება ხოლმე ერთი სიმბოლურად ერთი რომელიმე სახელი და კელტური წინააღმდეგობის შესაბამისად სიმბოლოდ გადაიქცა დედოფალი ბოდისეა. დედოფალი ბოდისეა იყო ერთ-ერთი კელტური სამეფოს დედოფალი, მას ამ პერიოდისათვის ქმარი გარდაცვლილი ჰყავდა და თვითონ განაგებდა ამ ერთ-ერთ კელტურ სამეფოს. დედოფალი ბოდისეა საკმაოდ დიდ ხანს ებრძოდა რომაელებს, მაგრამ რა თქმა უნდა ბრძოლა უთანასწორო იყო. უთანასწორო ბრძოლაში დედოფალი ბოდისეა დამარცხდა, მან არ მოინდომა ცოცხლად ჩაბარებოდა მტერს და თავი თვითმკვლელობით დაასრულა. დედოფალი ბოდისეა დღეს ითვლება სიმბოლოდ არამხოლოდ კელტური წინააღმდეგობისა, არამედ სიმბოლოდ ამ კუნძულის, დღევანდელი დიდი ბრიტანეთის თავისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოს მნიშვნელოვანი სტატუსის მატარებელი პიროვნება. იმდენად დიდ პატივს მიაგებენ დღევანდელი ბრიტანელები დედოფალ ბოდისეას, რომ მისი ძეგლი დგას ლონდონის ცენტრში. თქვენ ახლა ხედავთ დედოფალ ბოდისეას ამხედრებულ საბრძოლო ეტლზე, რომაულ სამხედრო ეტლზე. ეს ძეგლი არის მდინარე თემზის სანაპიროზე, ლონდონის ცენტრში. საერთოდ მინდა გითხრათ აქვე, რომ ამ კუნძულისათვის და ამ კუნძულზე მაცხოვრებელი ხალხის ერთ-ერთი დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი ნიშან-თვისება არის ის, რომ ისინი პატივს მიაგებენ ყველას, ვინც გარკვეული წვლილი შეიტანა ამ კუნძულის თავისუფლებისათვის თუ სხვა თვალსაზრისით წინსვლაში, თავისუფლებისათვის ბრძოლაში თუ სხვა თვალსაზრისით წინსვლაში, მიუხედავად იმისა, რომელი ერის, ანუ ეთნიკურად რა კულტურებისა იყო. აი სწორედ ამ თვალსაზრისით არის დედოფალი ბოდისეას ეს ძეგლი მნიშვნელოვანი. დღეს, როდესაც დიდ ბრიტანეთში ფაქტობრივად ძირითადი, ასე ვთქვათ, დიდი ბრიტანეთის ძირითადი წარმართველი ძალა ინგლისია და ინგლისელები არიან და ლონდონი კი მოგეხსენებათ უპირველეს ყოვლისა ინგლისის დედაქალაქია. აი ამ ქალაქში დგას ბრიტების დედოფლის ძეგლი, რომელმაც მსხვერპლი გაიღო ამ კუნძულის თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ჩვენ ამ თემას, ამ მნიშვნელოვან დამახასიათებელ თვისებას, ამ კუნძულის დამახასიათებელ თვისებას
არაერთხელ მიუბრუნდებით. ეს არის ის მნიშვნელოვანი მომენტი, რაც მდგომარეობს შემდეგში. ამ კუნძულის მოსახლეობა, დღევანდელი მოსახლეობა და არა მხოლოდ დღევანდელი მოსახლეობა, წინა საუკუნეების მოსახლეობას თავს უპირველეს ყოვლისა აღიქვამდნენ კუნძულის მემკვიდრეებად და არა რომელიმე ეთნოსის წარმომადგენლად.